მომიხელით მე რომ გამოვიდა დებუაძე, რომ დებუაძე მესუცხრა, რომ ზია იცხოვდა მალაპარაკებს დებუაძე, რომ დებუაძე მაგაზე განმარტება მისცა, რომ დაინახეთ ყველაფერი და რომ იქიდეთ ამას მიყვებოდით და ეხლა არ მოჩნდა წინ და სხვა მომიტინგეებს ესაუბრებთ. მომიტინგეებს ესაუბრე მანამდე აქედან ზია უკვე დაკავებულია მაქსიმუმ 14 წამში. 14 წამში უკვე დააკავეს, არათუ ესაუბრებთ. ამას არ მივიღებთ ჩვენი ლოკაცია, სადაც აქციაზე რომის მე. ამის პარალელურად მიდის უკან დებუაძესთან ზიას ასე ვთქვათ პოლემიკა და თქვენ ახლა როგორ არის ეს ორი ამბავი? იზნახეთ თუ არ გახართ? ზია ამაღლობელის ადვოკატები სასამართლო პროცესზე გამოკითხულ პოლიციელებს ტყუილში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ისინი მიზანმიმართულად აძლევენ სრუჩვენებებს. მახსოვს ადრე, როდესაც სასამართლო საქმეებს ვიხილავდით ხოლმე, აპრობირებული პრაქტიკა იყო პოლიციელებს მოყავდათ ხოლმე ცრუმოწმეები, მაგრამ სხვები, ეგრეთ წოდებული მათი აგენტურა. დღეს პოლიციელები თავად იქცნენ ცრუმოწმეებად, რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი, სრული დისკრედიტაცია მთლიანად sapoliciო ინსტიტუტების და ყველა პოლიციელი მოდის და იძლევა სრუჩვენებას არაერთ ეპიზოდში და ისინი არ თვლიან, რომ ეს არათუ სირცხვილია, არამედ ეს არის დანაშაული. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაზე ცრუმოწმეობასთან დაკავშირებით რასაკვირველია, ჩვენ ყველა ასეთ ცრუმოწმეზე მოვითხოვთ რეაგირებას გენერალური პროკურორისგან და ეს რეაგირება აუცილებლად იქნება დღეს თუ არ იქნება, ხვალ იქნება. ამიტომ ამ საქმეს ძალიან ბევრი და დიდი გაგრძელება ექნება კიდევ არაერთი წლის განმავლობაში.